მხედველობის ლაზერული კორექცია და ჩემი გამოცდილება. ოპერაციიდან გავიდა 4 წელი და ალბათ მეტი სიზუსტისთვის უკეთესი იქნებოდა რომ თავის დროზე ჩამეწერა მსგავსი ვიდეო. მაგრამ არა უშავს რაღაცები მაინც კარგად მახსოვს და მოგიყვებით. არის თუ არა მტკივნეული? არა. ყოველ შემთხვევაში მე ტკივილი არ მიგრძნია. ერთადერთი დისკომფორტი რაც არის, თვალში გიდგავენ რაღაც მოწყობილობას იმისათვის რომ ოპერაციის დროს თვალი არ დაგეხუჭოთ. თვალზე გიკეთებენ ადგილობრივ გაუტკივარებას წვეთების სახით, შესაბამისად ყველანაირი დისკომფორტი არის მინიმალური. ოპერაციის ოთახში ჯამში ალბათ გავატარე 10 წუთი. ასეთი შეგრძნება დამჩა რომ ოპერაცია მიმდინარეობდა 1-დან 2 წუთამდე, ანუ ისე მალე დასრულდა რომ მე თვითონაც არ ველოდებოდი. ტკივილი დამეწყო ოპერაციის შემდეგ რამდენიმე საათში, როდესაც გაუტკივარების ეფექტი დასრულდა, დამეწყო ჭარბი ცრემლდენა, თვალებზე ზეწოლა ისეთი რომ თვალებს ვერ ვახელდი და ამაზე ვიყავი გაფრთხილებული, ასეც უნდა ყოფილიყო, თუმცა დავლიე თუ არა ტკივილგამაყუჩებელი, 5 წუთში ყველაფერმა გადაიარა და ეგ იყო და ეგ. ჩემთვის ყველაზე სანერვიულო ნაწილი იყო ოპერაციის შემდგომი დღეები, რადგან უნდა მოვფრთხილებოდი რომ თვალები არ დამეზილა, რომ თვალში არაფერი მომხვედროდა, წყალი არ უნდა მომხვედროდა, რომ იყოს სისტემატიურად დღეში რამდენჯერმე წვეთების თვალებში ჩაწვეთება. რა დაჯდა ოპერაცია? დაახლოებით 3500 ლარამდე. წინა საოპერაციო გამოკლებებიანად. გარდა იმისა, რომ ყველაფერს კარგად ხედავ, შორს ხედავ, ის შუქს მკვეთრად აღვიქვა და მზისა თვალის გარეშე არ მეკომფორტულება გარეთ გასვლა. მარტივად მიღლება თვალები, ანუ ვკითხულობ ან რაღაცებს ვუყურებ ტელეფონში, საღამოსკენ ვგრძნობ დისკომფორტს. შეიძლება ის იმიტომ რომ მიშრება თვალები და საჭიროებს დამატენიანებლის ჩაწვეთებას, რასაც ვზარმაცობ და მე გამაფრთხილეს რომ სისტემატურად ვიხმარო თვალების დამატენიანებელი და შესაძლოა ეს ამის გამო იყოს, თუმცა სხვა ყველაფერში ვარ ძალიან კმაყოფილი, ძალიან მიხარია რომ არ საჭიროებ მხედველობის სათვალეს. თუ დამატებით რაიმე კითხვები გექნებათ, არ მოგერიდოთ, დამიტოვეთ კომენტარებში, ან მომწერეთ პირადში, შევეცდები რომ ყველას გიპასუხოთ.